ერთხელ წლის ყველაზე მშვიდ და ნათელ ღამეს, როცა დრო თითქოს გაჩერდა და ვარსკვლავებით მოჭედილიცა, უფრო ახლოს უახლოვდებოდა ადამიანებს, პატარა ქალაქს საახალწლო ჯადოსნობა მოევლინა. ქუჩებში თოვლის ფანტელები ისე ფრთხილად ცვიოდნენ, თითქოს მიწას თავის წილ ზღაპარს უყვებოდნენ. ახალი წლის დადგომამდე თერთი, ექიმი, აშარი დედაკაცი და კიდევ ზღაპრების არაერთი გმირი უფრო მეტად საინტერესო და აქტუალური ხდება პატარებისთვის. მათთვის ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა ხომ ერთდროულად საინტერესო და სახალისოა. ელენე გოგიაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. ბავშვობაში ზღაპრების მიმართ ინტერესმა და სიყვარულმა გადააწყვეტინა დისერტაცია ფოლკლორისტიკის მიმართულებით დაეცვა და სადისერტაციო ნაშრომიც ჯადოსნური ზღაპრის მითოსურ და რელიგიურ ასპექტებს მეუძღვნა. ახლა საკუთარ გამოცდილებას და ზღაპრების მიმართ ინტერესს სტუდენტებს უზიარებს. ელენე განმარტავს, რომ ჯადოსნური ზღაპარი არის მყარი სტრუქტურის, გამონაგონზე დაფუძნებული ხალხური ზეპირი მოთხრობა. ის აგებულია ერთ მთავარ ღერძზე, ერთი მთავარი გმირის თავგადასავალზე. საზღვრელ დროსა და სივრცეში და ჯადოსნურ ზღაპარში ნებისმიერ თემაზე შეგვიძლია ვიპოვოთ პასუხი. ჯადოსნურ ზღაპარში შეიძლება ჩვენ ვიპოვოთ ყველა ჩვენთვის საინტერესო საკითხი, რასაც ვეძებთ, რაზედაც ბევრი კითხვა გვაქვს. ნებისმიერი თემა, იქნება ეს ვთქვათ სოციალური ურთიერთობები, მითოლოგიური წარსული, თანამედროვეობასთან რაღაც ესეთი აქტუალური, ზოგჯერ იდეოლოგიური ესეთი აქცენტებიც კი შეიძლება ძალიან ადვილად აღმოვაჩინოთ ნებისმიერ ხალხურ ტექსტში. საშობაო ლეგენდები შობის დღესასწაულს კიდევ უფრო ჯადოსნურს ხდის. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, როცა იესო დაიბადა, მთელი ქვეყანა თოვლით იყო დაფარული. ყველა ხეს უნდოდა ახალშობილისთვის საჩუქარი მიერთმია. მუხას უნდოდა თავისი სიძლიერე მიეცა. ვაშლის ხეს ვაშლი, წიფელს შეშა. მაგრამ ზამთარი იყო და შიშვლებს არაფერი გააჩნდათ. პატარა ნაცვმა თქვა, მე არც ნაყოფი მაქვს და არც ყვავილები, რითაც ბავშვ გავახარებდი, მაგრამ სულ მწვანე ვარ. ეგებ ჩემმა ტოტებმა ყინვისაგან დაიცვას, როცა მარიამი და იოსები ტყეში ღამის გასათევს ეძებდნენ, ნაძვმა ტოტები უშალა და ყრმა თოვლს და ქარს მოარიდა. იესომ გაუღიმა და ნაძვი დალოცა. ბნელღამეში შემიფარე და გამათბე. ერთგულო ნაძვის ხეო, მუდამ მწვანე დარჩები იმედისა და მარადიული სიცოცხლის ნიშნად. ამიტომაც არის, რომ ნაძვი თავის წიწვებს არასდროს კარგავს. ჩვენ კი მისი ტოტებით სახლებს ვრთავთ, საშობაო სასწაულის ნიშნად. საშობაო თემაზე ძირითადად არის უფრო ლეგენდები და ეს დაკავშირებულია ქრისტიანულ ტრადიციასთან და არ უნდა დაგვავიწყდეს 2000 წელი ხალხურმა ზღაპარმა გამოიარა სწორედ აი ამ ქრისტიანობის წიაღში და ძალიან ბევრი რამ აქვს შეთვისებული თუნდაც აი ამ ფილოსოფიურ მსოფლმხედველობრივ საკითხებსაც. ძალიან იშვიათად ჯადოსნურ ზღაპრებში ღმერთის სახელი გვხვდება, ის როგორც პერსონაჟი არ ფიგურირებს, მაგრამ ლეგენდები უშუალოდ არის ქრისტიანობასთან კავშირში და ეს უკავშირდება ცალკეულ წმინდანებს, მათთან დაკავშირებულ სასწაულებს და შესაბამისად ჩვენ ყველა ის გადმოცემა, რომელიც გვაქვს აი ნაძვის ხესთან, რომ ის მარადმწვანეა, რომ დალოცვილია ქრისტესგან, ის ატრიბუტიკა, რაც უკავშირდება ეს ოქრო გუნდრუკი და მური იმ საჩუქრებს, რომლებიც ყრმა იესოს მიართვეს ბეთლემში და უამრავი ლეგენდა. ეს რა თქმა უნდა მომდინარეობს საეკლესიო ტრადიციისგან, როგორც კათოლიკური, ასე მართლმადიდებლური და ის დღესასწაულები საშობაო ალილო და სახალხო სუფრად. ოღონდ ეს არის წმინდად ესე ქრისტიანულ კონტექსტში განსახილველი. მე-19 საუკუნის მწერლები, ევროპელებიც და ქართველი მწერლებიც საშობაო თემას ძალიან ხშირად ეხებიან და პირველი რაც შეიძლება გაგვახსენდეს ვაჟა-ფშაველას საბავშვო მოთხრობა სათაგური. მე ვფიქრობ, რომ საუკეთესო ზღაპარი, რომელსაც საშობაოდ ბავშვებს წავუკითხავთ, არის სწორედ ვაჟა-ფშაველას სათაგური.
ჩვენი თეატრების რეპერტუარში ძალიან ხშირად გვხვდება, აი 12 თვე არის მარჯანიშვილის თეატრში მაგალითად მაგნატუნა, ეს ცნობილი ჩაიკოვსკის ბალეტი, რომელიც ყოველთვის არის ხოლმე ოპერისა და ბალეტის თეატრის საბავშვო რეპერტუარშიც და ესე დიდებისთვისაც. ეს არის რაღაცა საერთაშორისო ტრადიცია. და თვითონ აი საშობაო ზღაპარი მაგნატუნა მაგალითად მე-18 საუკუნის ბოლოს ერნსტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანის ნაწარმოებია, რომელიც მერე მე-19 საუკუნის შუა წლებში ალექსანდრე დიუმამ კიდევ ფრანგულად გადაამუშავა. ჩაიკოვსკის ბალეტის საფუძველიც სწორედ ეს მერე დიუმას გადამუშავებული მაგნატუნა გახდა. ესეც ეს მოქმედება ხდება სახალხო ნაძვის ხესთან. ეს სათამაშოები და ეს ჯადოსნური სამყარო. ზღაპარი ჯადოსნური სამყაროა, სადაც შეუძლებელი შესაძლებელი ხდება, სადაც გმირებს წარმოუდგენელი თავგადასავლები გადახდებათ და სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე. და რომ სიზარმაცეს შრომის მოყვარეობა სჯობია, სიძუნწეს გულუხვება, სილაჩრეს განბედაობა. ზღაპრები გვასწავლის, რომ ჩვენ მიერ დათესილი სიკეთეც და ბოროტებაც წინ ხვდება. სამყაროში, რასაც გავცემთ, უკან დაგვიბრუნდება, რომ სამყაროს ნდობა შეიძლება. კეთილ პერსონაჟს ყოველთვის ხელი ემართება, მიზანს აღწევს და ჯილდოს იღებს. ასეთი სიკეთით და იუმორის მქონე პერსონაჟია ექიმიც, რომელსაც მე-19 საუკუნის მიერ დაწერილ ზღაპრებში ვხვდებით. ექიმის გამოჩენა ზღაპარში შეიძლება გავყოთ ესე პირობითად ორ ჯგუფად ეს ტექსტები. გვაქვს ასეთი მოთხრობების კრებულები, ეს უფრო გვიან შუა საუკუნეებიდან მოყოლებული იწყება ესე მასიურად. და კომიკური ისტორიებია უმეტეს შემთხვევაში ეს ხალხური ნოველა არის ხოლმე იუმორისტულ ზოგჯერ სატირული ელემენტებით და თუკი ამ დაგვარ ნოველებში ვხვდებით ექიმის პერსონაჟს როგორც წესი ის არის არა პროფესიონალი ექიმი, არამედ ვითომ ექიმი, რომელიც ირგებს და ესეთი ავანტიურისტი მაგალითად გამახსენდა ქართული ზღაპარი, კაცი რომელსაც ყავს როცა საშინლად ჭირვეული და ესეთი ცოლი, რომ ვეღარ უძლებს მასთან ყოფნას, ესეთი ცუდი ხასიათი აქვს ამ ქალს. და ერთ მშვენიერ დღესაც კაცი შემთხვევით ტყეში ნახავს ორმოს, საიდანაც ამოდის საშინელი წილკივილის ხმა. ორმოში თურმე არის ეშმაკების ბუდე. და ეს კაცი ფიქრობს, რომ აი მოდი ახლა მაინც მოვიშორებ ამ ჩემ ცოლს და რამდენიმე დღის მერე მოიყვანს ამ თავის მეუღლეს, ტყეში გამოასეირნებს და ამ ორმოში ჩააგდებს ამ ეშმაკებთან და მერე ორი კვირის შემდეგ მიდის სანახავად, რომ ახლა იმისი ძვლებიც არ იქნებაო იქო. ხო და დამარხო მაინც და ჩაიხედავს და რა ხდება, რომ ეშმაკები ყველანი არიან მიკუნჭული ერთ კუთხეში და მთელ იმაში მათ სამყოფელში ის ეს ქალი, რომელიც ამ ეშმაკებს არ აძლევს იქ მოძრაობის საშუალებას, ეშმაკები არიან შეწუხებული და იმ ეშმაკების უფროსი ვინც არის ეს მთავარი ტარტაროზი ის ეხვეწება ამ კაცს, რომ ოღონდ ამ ქალისგან გადამარჩინე, ისეთ იმას მოგცემ, ისეთ ძალას, რომ აი ყველა ავადმყოფის განკურნებას შეძლებო. და ამ კაცს მართლა ამოყავს და გაურიგდება. აი ამ ცოდნას ექიმობისას იღებს სწორედ აი ამ ეშმაკისგან. ოღონდ ეს ეუბნება, რომ სადაც შენ მიხვალ ნებისმიერ ავადმყოფის განკურნებას შეძლებ, ოღონდ მე დამინახავ მის თავთან დამჯდარს, მაგრამ თუკი ფეხებთან ვზივარ, იცოდე რომ ის ავადმყოფი არ გადარჩება და ამიტომ ხელს არ მოკიდო და ეს, მაგრამ რასაც ეს კაცი შეეხება, ან ესეთი ვთქვათ, შეიძლება ბიოდენები აქვს, ან რაღაცა განსაკუთრებით იმას უნარს იძენს. და მართლაც გადის დრო, ეს კაცი დადის, გაითქვა სახელი როგორც ექიმმა, ოღონდ ეს მას თან დასდევს ეს ეშმაკი და კარნახობს როგორ მოიქცეს და ისე რომ ზოგ ავადმყოფს ხელს არ კიდევს. და ერთხელაც მძიმედ დასნეულებულ მეფის ასულთან მიდის და ხედავს რომ ეს ეშმაკი ზის იმ ადგილას რომ ამ გოგონას ვერ გადაარჩენს, მაგრამ მიუხედავად ამ
აკრძალვისა მაინც გამოიყენებს ამ თავის უნარს და მაინც დააყენებს ფეხზე ავადმყოფს, გამოანჯამთელებს. მაგრამ როდესაც იქიდან დაასაჩუქრებენ და ნახევარსამეფოს თავაზობენ, მაგრამ ეს ეშმაკი თავს არ ანებებს და ეუბნება, რომ შენ დაარღვიე პირობა და ეხლა უნდა გამომყვე. და ეს კაცი ფიქრობს და მე ეუბნება, რომ კარგი, მე კი გამოყვები, მაგრამ აი მე გავიგეო, რომ ჩემი ცოლი ამოსულა იმ ორმოდანო და ეხლა დაგეძებს და ხო იცი რომ აუცილებლად გიპოვისო. და მე შეგიძლია წამიყვანო, მაგრამ იმ ქალისგან ვინ დაგეხსნისო. და ამისი თქმა იყო და ეშმაკი ქრება, რომ ოღონდ ის ქალი არ გამანახოთ აქედან. აი ეს არის ესეთი ხიარული კომიკური მოთხრობა. თერძის, დურგლის და ექიმის ამბავი, რომელმაც მედიცინის და საკუთარი ხელით შექმნილი ჯადოსნური წამლით ადამიანი გააცოცხლა. აი მაგალითად სამი ძმა, რომლებიც ტყეში ათევენ ღამეს, ერთი ძმა არის თერძი, მკერავი, მეორე ძმა ექიმია და მესამე ძმა არის დურგალი. და მოდი რიგრიგობით დავიცინოთ. და ვუდარაჯოთ ერთმანეთს და ნადირია რაღაცა საფრთხეა ტყეში მაინცო. და პირველად ხიზლობს დურგალი. და რომ არ ჩაეძინოს, ხისგან გამოთლის ქალის ქანდაკებას და დადგამს. აღვიძებს თავის ძმას, რომელიც არის თერძი და თვითონ იძინებს. თერძი, მასაც რომ არ დაეძინოს, შემოსავს და ხაც ქსოვილებისგან სახელდახელოდ შეუკერავს ტანსაცმელს. და ბოლოს, როდესაც ჯერი მიდგა ექიმზე, რომელმაც გამოიღვიძა და დაინახა ხის ლამაზი ქალი შემოსილი ტანსაცმლით, იწყებს წამლის დამზადებას, რითაც გააცოცხლებს ამ ხის არსებას. უსულო არსებისგან ქალს შექმნის. აი ამ თავისი მედიცინის ძალით. ეს მაგალითად იუმორისტული მითი არ არის, ვთქვათ ელფერით, ესეც ზღაპარის არის, ჯადოსნური ზღაპარი და შორეულად ესე ენათესავება თავისთავად ეს მოტივი ანტიკურ მითოლოგიაში პიგმალიონის მოტივს, როდესაც მოქანდაკეს ღმერთებმა გაუცოცხლეს მის მიერ შექმნილი ქალი. ეს არის უფრო ძველი მოტივი. ხშირად ზღაპრის გმირები ჩვენი ცხოვრების თანამგზავრები ხდებიან. ზღაპრები ბავშვს აძლევს მთელი ცხოვრების აკრძალს. ასწავლის სამყაროს შემეცნებას, არწმუნებს, რომ ყველა წინააღმდეგობის გადალახვა შეუძლია და რომ გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს და ყველა ადამიანს წარმოუდგენელი შესაძლებლობები აქვს. ამ კუთხით ზღაპრები არამხოლოდ ბავშვებისთვის, ზრდასრულებისთვისაც მნიშვნელოვანია. და ალბერტ აინშტაინის ნათქვამი გამახსენდა, როდესაც კითხა ერთმა ქალმა, მე მინდა რომ ჩემი შვილი იყოს თქვენსავე ჭკვიანი და რა წავუკითხო და აინშტაინმა კითხა, რამდენი წლის არის ქალბატონო თქვენი შვილიო და 6-ისო და უკითხეთ მას ზღაპრები და თუ გინდათ რომ უფრო ჭკვიანი იყოს, უფრო მეტი ზღაპარი წაუკითხეთო. ზღაპარი პირველ რიგში ავითარებს ბავშვის წარმოსახვის უნარს, როდესაც ეს არის ცოცხალი თხრობის პროცესი და თუნდაც კითხვის. გასაგებია ანიმაციური ფილმები, ლამაზი მხატვრული ფილმებიც და გემოვნებით შერჩეული თეატრალური წარმოდგენებიც, მაგრამ როდესაც მხოლოდ სიტყვა და თხრობა, ეს განსაკუთრებით ავითარებს ბავშვის ფანტაზიას. ერთი რომელიმე ტექსტიდან შეგვიძლია ჩვენი მითოლოგიური წარსულიც დავინახოთ, ისტორიული წარსულიც, ეთნოგრაფიული რეალიებიც და უბრალოდ გავამდიდროთ ჩვენი თვალსაწყიერი და უფრო შორს გაიჭრას ჩვენი ფანტაზია. დამართლაც, ზღაპრის პერსონაჟები ჩვენი მეგობრები არიან და მათთან ერთად მოგზაურობთ ზღაპრების ჯადოსნურ სამყაროში. ზღაპარი, რომელიც ფანტაზიას ავითარებს და ზღაპარი, რომელიც საგნებსა და მოვლენებს ახლებურად დაგვანახებს. როცა საათმა 12 ჩამოჰკრა, ქალაქში ფეიერვერკები აფეთქდა, მაგრამ საავადმყოფოში უფრო დიდი სასწაული მოხდა. იმედი დაბრუნდა, ახალი წელი დაიწყო. ექიმმა ხალათი შეისწორა და მუშაობა განაგრძო, რადგან იცოდა, რომ როცა ექიმი ხარ, შენ თავად ხარ ზღაპრის გმირი.